კარგად ნანუკა. მართლა? რა ვიცი, ხო, უკვე კარგად ავარ. კარგად თუ ცდილობ კარგად ყოფილს? არა, карგად ვარ, მართლა, იცი. რაღაცნაირად ის პერიოდი სვანეთშიც ხო ვიყავი წასული. უი, შესაჩუქარი რო ჩამოგიტანე სვანეთიდან მოგცე. როგორ ჯოჯოლია ეს მომე. საჩუქრები ჩამოგიტანა. არა, დიდი არაფერი არ არის ისეთი, მაგრამ მე ძალიან მელამაზება და ძალიან მეძურფასება. ბაიმე, ძალიან დიდი, ბაიმე, ძალიან ლამაზია. ხავე გავიკეთებ ამას. ნახე როგორი არის, გუნდი არის ანგელოზების. ანგელოზთა გუნდი. ბაიმე, ძალიან ლამაზია. ულამაზესი საჩუქარა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი. ბედნიერება. მე-13 საუკუნის ყინწვისის მთავარ ანგელოზები. უღრმესი მადლობა. მე საერთოდ, როდესაც ჩემი რესპონდენტები სხვა გადაცემებში არიან ხოლმე, მე ვცდილობ, რომ რაღაც დრო გავიდეს და მაშინვე არ დაუძახოს. მაგრამ მგონია, რომ მაყურებელმა რაღაც უკვე ნახა და აი საინტერესო რა იქნება, საინტერესო, რომ ახალი შევთავაზო მაყურებელს და შენ ხარ ის იშვიათი გამონაკლისი, ასეთი გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ახლა 17 წელი რო გადაცემას აკეთებ, არსებობენ. ხო. მაგრამ შენ ხარ ის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელზეც ვიფიქრე, რომ მოდი რა, მე მექნება მასთან ჩემი დიალოგი. მე ღია ვარ. ხო, ვიცი, შენ ძალიან კარგი რესპონდენტი ხარ, შეგიძლია გულწრფელი საუბრები, სხვათა შორის მე და მარი ერთად ვიყავით ლეოში და გავიარეთ ძალიან საინტერესო საფეხურები, თვით შესწავლის, თვით შემეცნების, თვით გამორკვევის, მაშინ შენ ქმართან ერთად იყავი იქ. და იყო ანუ, როდესაც წყვილი ერთად გადის ამ გზას, ძალიან საინტერესოა და იქ ამბობდნენ კიდეც, რომ ამ გზის მერე ან იშლებიან, ან ძალიან მჭიდროვდება მათი ურთიერთობა და კავშირი და ემოციური კავშირი განსაკუთრებით და გაყვერდებოდით, იცი, როგორ გადიოდით იმ ეტაპებს, რაღაცა ერთმანეთს სწავლობდით, საკუთარ თავს სწავლობდით, ძალიან საინტერესო იყო. და მე ახლა ვთხოვ ყველა ქალს, რომელიც გადის ოჯახის დანგრევის, წყვილთან დაშლის პერიოდს, რომელსაც აქ რთული ეტაპები დასხდნენ ტელეეკრანთან. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქალის გულწრფელი გაზიარება შეიძლება თქვენთვის აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქალები ერთმანეთს ვაძლიერებთ ჩვენი გამოცდილებებით, როდესაც უზიარებ და ეუბნები, რომ მან ხარ, მე ვიყავი გუშინ მან და გეტყვი რა მიშველა. ეს რაღაცნაირი ჯადოსნური სიტყვები ძალიან ხშირად მუშაობს ძალიან კარგად. რამდენი წლის ხარ? 53. ბაიმე, ანუ ერთად გაიზარდე? გავიზარდეთ ნანუკა ერთად. 44-ის ხვდები და ჩემი გააზრებული ცხოვრების 21 წელი, იმიტომ რომ მანამდე პატარა ხარ. ხო. ხო ხდები, 23 წლიდან ერთად ავართ. ძალიან მნიშვნელოვანი წელი, როდესაც ანყალიბებ რაღაცნაირად შენ ცხოვრება, რომ ფუნდამენტი ყველაფერი და საკმაოდ საინტერესო 21 წელი მინდა გითხრა. დასაწყისი ამისი იყო პროფესია? თქვენი საერთო პროფესია. ეხლა მთავარი ამბავი რა არის, ნახე რომ მე მან დამიწყო წერილების მოწერა. მაშინ არც ინსტაგრამი იყო, არც ფეისბუქი არ იყო და იყო ფორუმი ბოკე ჯი ფოტოგრაფების. ხო და არ ვიცოდი ვინ იყო. ის მან მე მგონი იცოდა ჯეობარში მოუწონდი თურმე უკვე ეკრანებიდან. ხო და მოკეთ დამიწყო მოწერა და ისეთი საინტერესო ნანუკა წერილები იყო, ანუ ეხერხება წერა ზოგადად. ფოტოჟურნალისტის შვილია და მაგრად ეხერხება წერა. ხა რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს, მაგასაც გეტყვის საბოლოო ჯამში. წერილებით შემიყვარდა რა. ტიპი, რომელიც არ მინახავს. 21 საუკუნეში. დიახ. ძალიან რაღაცნაირი მხატვრულ რომანტიულია. და საბოლოო ჯამში ახლა 21 წლის მერე, რომ დავშორდით. ხო. ძალიან ისეთი რაღაც უნდა გითხრა. გიორგის არ ვიცი რა დაემართა. ვერ ხვდები მე პირადად. ჯერ კიდევ ვერ ამოვიცანი რა ფენომენია და შესაძლებელია სხვა ქალბატონებსაც მსგავსი ახლა ამჟამად აქვს პრობლემა, კრიზისი, რომ ბოლოს რა ვიყავით ცუდად და რაღაც ჩიხში რო შევედით მე და გიორგი რა. სტაციონარში ვიწექი მე. და მესიჯებს წერდა ChatGPT-ის დაწერილს. ანუ ტიპი რომელიც შემიყვარდა წერილების გამო რომ როგორ მაგრა დრამატურგიას აწყობდა და როგორ წერდა, იმიტომ რომ მეც მიყვარს ლიტერატურა, ბოლოს დავშორდი ChatGPT-ის წერილები. ChatGPT-ის წერილები და რომ მეუნებოდი რომ 21 წლის ცოლს მეთქი, ახლა რა პონჩი მწერ მეთქი პრომპტებს, ანუ მე ხო ხვდები მეთქი რომ ეს დაპრომპტილია და
არაო გეჩვენებაო, გაიგე და თან ახლა მენტალურ სტაციონარში შევწევ ხარ და თან რო გეუნებიან ცოტა გიგაზლაითინგებენ რომ შენ გეჩვენება, ანუ რაღაც პონჩი ცოტა ერორდები რომ ვაიმე მართლა ხო არ მეჩვენება. მთელი ეს 3-4 თვე ბოლოხანები რაც ყველაზე უფრო აგვერია, ფსიქოლოგის ChatGPT ყავს. ტიპს, რომელიც მეუნება მე რომ ეს წამლები არ დალიო, თორე შენ მოხმარებაში ხარ. ახლა ანტიდეპრესანტებს რომ მინიშნავს ფსიქიატრი და მაქვს დიაგნოზი ციკლოთიმია. ესე იგი მე ქიმიურად ეს მჭირდება. ეს თალკე ამბავი არის, ხო, ჯაჭვური არის, ყველაფერი ენდოკრინოლოგია და ვიცით, ახლა ჩვენ როგორ არის ეს დაკავშირებული ყველაფერი მენტალურ ჯანმრთელობას. ხანდახან ჭირდება სპეციალისტი. აუცილებლად ხანდახან არა, მენტალურ ჯანმრთელობას ყოველთვის ჭირდება სპეციალისტი, მეგობრებო. და თუ მენტალური პრობლემები გაქვს, სწორი გაიდინგი მნიშვნელოვანია და სწორია რომ პროფესიონალმა მოგკიდოს ხელი. წამლები მჭირდებოდა და ტიპმა მითხრა რომ ეს წამლებიო შენო მოხმარებაში მიგაქვსო. ეგრეთ დაგისათაურა შენი პრობლემა. დამისათაურა რომ მე ვარ ქიმიურ ნივთიერებების მომხმარებელი და არა ვარ მე ხა შენ მიცდობს უვარჯიშობ და ტიპი ვარ რომელსაც ჯანსაღი ისა ერთ-ერთი პირველი ვარ ვინც შემოიტანა ამისი მოდა რომ სირბილი ველოსიპედი და ვარჯიში და პრესები და სუსაჯარო და გადაცემები ინტერვიუები წერობა და ამადა და მე ხა როგორ უნდა მაკადრო ჯერ ესეთი რეპუტაციულად მირტყავს რომ საჯაროდ იძახი ბავშვების წინაშე მეუნები რომ შენ მოიხმარ ამ ფსიქოტროპულებს და აი რაღაც თითქოს кайფისთვის მინდა რა რას ნიშნავს რა ლაპარაკი ადგა და რაღაცა მომენტში ამიკრძალა წამლების დალევა რომ მე შენთანო პირობა დამიყენა რომ სატესტო რეჟიმში ვარო და შენ თუ კიდე გააგრძელებ ფსიქოტროპულების დალევას და კიდე გააგრძელებ ამ რაღაცა მენტალ ხრა მიხარია ხო და ეს ChatGPT არის ეს თურმე რომ დაუმალე წამლებიო ეგო ნარკოტიკები ვით იყენებსო ამებსა და რა სიგიჟეა? რა სიგიჟეა? ურთიერთობის გიდი იყოს ChatGPT შენ პირადად ანუ არ ვიცი მართლა სიგიჟეა ჩემ. პირადი როცა სულიერება არის, სიყვარული რა არის, რომ მე შენ ხარ ჩემი soulmate. და ეგ თუ რობოტს გადააწყვეტინე 21 წლის ურთიერთობა და იმან უნდა გითხრას რომ ეხა მარის გაეცალე. და ნახე ეხლა რა ხდება. ხო. და ის არის რა სანტა-ბარბარა. და ეგეთი ცუდად ეგეთი პირობა დამიდო ხო შენო თუ დაწვებიო რეჰაბშიო და გამოსწორდებიო და მე ხო სულ გამოსასწორებელი ვარ ესე იგი საერთოდ ჩვენი ოჯახის და ურთიერთობის ლეიტმოტივი თუ ლაიტმოტივი არის ის რომ მარი არასდროს არ არის საკმარისად კარგი რაღაცაში საშინელი სინდრომი მამაკაცებში, როდესაც ცდილობენ რომ ქალს ეგ განცდა გაუჩინა რომ ისინი საკმარისები არ არიან ყოველთვის რომ მე ქალმა ყოველთვის ამტკიცოს რომ აი მე დავამტკიცებ საკმარისად აი მე დავამტკიცებ და ამაში ეგოებს იფხანენ ეგოებს იმაღლებენ და ეს ქალი მუდმივად რაღაცას ამტკიცებს ტოქსიკური ურთიერთობა მუდმივად ვამტკიცებ მაპატია ყველა ურთიერთობა სადაც ქალს უწევს მტკიცება კაცისთვის რომ ის საკმარისი არის ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა და მენტალური ჯანმრთელობისთვის არის კოშმარი ვიყავი სახლში რატოზე ხარ სახლში? გამოვდიოდი გარეთ და მე თუ გარეთ გამოვდივარ, გულისხმობ არა გარეთ გასვლას უკვალურად ხო? ანუ საქმეს იწყებ. მე თუ რაღაცას ვაკეთებ, ვიქნები აუცილებლად ეპატაჟური, იქ ვიქნები აუცილებლად რაღაცაში ვიღაცისთვის არ მოსაწონი, იმიტომ რომ მე ვარ გულწრფელად მარინაკანი. და მე როგორი მარინაკანიც ვარ, მე იმას არ თამაშობ, ყველგან ეგეთი ვარ და ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არა ვარ მისაღები და აი და რაღაცები დაიწყონ, რამდენი ტატუ აქვს და ვაიმე შავი ის ტუცაცხირა და წაუსვე და რა ვქნათ, აი ან მიმიღე, ან ნუ მიმიღებ, მე სულ არ მაინტერესებს, ხო? არტისტი ვარ და როგორიც ვარ, ისეთი ვარ. გიორგის მოკლედ როგორი მომენტია, იცი, სახლში უნდა თან მამა პაპურად რომ მე ვიყო და სადილები ვაკეთო და დადასარევი დედა ვიყო და ძალიან მაგარი მეუღლე ვიყო, მაგრამ თან იმისი სურვილიც აქვს, რომ მე ვიყო წარმატებული ფოტოგრაფი, ინფლუენსერი, ბლოგერი, მარკეტერი, ბრენდინგი, ყველაფერი უნდა ვიცოდეს და ვაცხო ახალ-ახალი პროდუქტები და კრეატიული ტვინი მაქვს, სხვა არქიტექტურა აქვს ჩემ გონებას და მე შემიძლია რომ რაღაც პროდუქტები ვაკეთო, მაგრამ იმას კიდე სხვა რესურსის დახარჯვა ჭირდება, რომელშიც ცოტა სექსუალური თუ ხარ ისედაც გამოჩნდება. ცოტა ეპატაჟური თუ ხარ და სკანდალური. ანუ რაც ხარის უნდა იყოს. რაც ვარ ესავა. ესეც არ მოსწონს, გაიგე? და მე სულ მუდმივად მაქვს რაღაცა 21 წლის განმავლობაში ვერ გაიგე როგორი მარი უნდა. ვიცი როგორი მარიც უნდა და ისეთ მარის როცა ვცდილობ რომ ვიყო, იქაც წუნი მაქვს, ანუ პერფექციონისტული, იდეალისტური რაღაცნაირი მარი უნდა ვიყო. დილას 8 საათზე უნდა ავდგე.
რისის ტბაზე უნდა გავიქცე, მერე ფოტოსესიები უნდა მქონდეს, იქაც უნდა დავდო ყოველთვის შედევრი. იქ თუ რაღაცა ისე არ გადავიღე, იქაც კრიტიკა. ანუ ცოტა ტოტალიტარული რაღაცა, მაგრამ ამ ავტორიტარულ და იმსეთ რეჟიმში მე ისედაც გავიზარდე, იმიტომ რომ გერმანელი მყავდა ბაბუა და ანუ არქიტექტორი. და მან როგორი ის მქონდა იცი სახში, აი სუდისციპლინა და სულ ყველაფერი, აი წესრიგი რეჟიმი, განრიგი, დიქტანტების წერა, მითოლოგიის სწავლა, ხელოვნების ისტორიის სწავლა, ფრანგული ბალეტი, ყველაფერში იმდენად ძალიან დიდი ცოდნა და ერუდიცია და რეჟიმი მომცეს, რომ მე ამისგან გავთავისუფლდი, როგორც კი გავხდი დამოუკიდებელი და ეს მინდოდა, რომ ცოტა ხანი შემეშვას ყველა ამ სწავლა განათლებისგან და იმისგან, რომ ვიყო ბეჯითი გოგო. კარგი გოგოს სინდრომი, ხო ხდები? ხო და დღის წესრიგი გინდა რომ შენ შეადგინო და არა ვიღაცის კარნახებმა. თუ ქაოსი მინდა, დღეს მინდა ქაოსი. ხო. შემოქმედი ვარ, არ შემიძლია მე ეს რაღაცა მუდმივი ჩარჩოები და გიორგი პირიქით არის დისციპლინა, ნახევრად პოლონელია, აბა სირბილი, აბა წერა, აბა ისა, აბა ეს და ანუ მას უნდა რომ შენ უნდოდა რომ შენ გეცხოვრა ისე როგორც მას უნდა როგორც ისთვის სწორად და საჭიროდ და როგორი მომენტია, იცი, რაღაცა პერიოდი წლები შეიძლება გავუძლო და მოვითფინო და ხარაკირი ჩავიტარო ამ ურთიერთობის გამო, მაგრამ მუდმივად 43 წლის ასაკშიც უნდა მიკარნახო. და საბოლოო ჯამში მაინც იქამდე მივიდით, რომ მე მაინც არ აწყობს როგორი ტიპაჟი ვარ. გაიგე? და მოკლედ ამ ChatGPT მე ხა ძალიან გაუაქტიურა ეს ეგო, რომ შენ ესეთი ხარ და რატო უნდა ითფენდე გოგოს რომელიც წრეებზე დადის და ამ ჩემ პატერნებს რომ აი სულ დეპრესიული ვიქნები, ციკლოთიმია მაქვს. ანუ ჩვენ როგორები ვართ, იცი, არტისტებს ჭირდება, რომ ან ისა რა ქვია, მიდიხარ იმისკენ, რომ სულ ინტრავერტი ხარ და ჩაკეტილობა და წერა და ან ექსტრავერტი, ამბივერტები ვართ რა და ეს არის ბობუნებრივი ჩემი ქიმიური ანატომიური მდგომარეობა, ან მიმიღე, ან ნუ მიმიღებ და მოკლედ სტაციონარში პირობა დამიყენა, დაწვევიო. ოკეი, დაწყალობ. ანუ ჯერ ხო დამიმალა წამლები. მერე უცებ მოატრიალა და ხა დაწექი სტაციონარში. მერე უცებ სტაციონარში რო ვიწექი, დამადო. საბერძნეთში დამპირდა რომ წავიწყავალთო, როცა კი დაწვევიო. და მე საბერძნეთი ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის, იმიტომ რომ გიждები რა, ახლა დრამა და მითოლოგია. გადავარე პოსტად ჩემი ძველი რილსი ვარჯიშის, იმიტომ რომ ეთყობა რაღაც ისეთი წამლები და მალევინეს, რომ ნელ-ნელა გავიღვიძე, ნელ-ნელა ამ დეპრესიიდან გამოვედი და ცოტა ხო იცი ქალს რომ მოგინდება, რომ შენი ვარჯიშის რაღაც რილსი გავიღვიძე. ეს ცხოვრებაც გქონდა შენ თავს რომ შეახსენო. ხო, შეახსენო და პატარა რაღაც ლაიქები და იმით რომ აი ბუსტო თავდაჯერება და პატარა გაზაფხული და პეპლები რომ ცოტათი მოგივიდეს. აი მეტი რა გვინდა ხოლმე ქალებს. ზუსტად. ეს რო გადავარე პოსტად ჩემი 4 წლის წინანდელი ვარჯიშები შენო იგივე პატერნზე მიდიხარო და დამადო. აი ეს იყო მიზეზი. მივხვდი რომ ვიღაცა სხვა არის ამ ყველაფერში გარეული. რო გამოვედი სტაციონარიდან სახში არაფერი ნიფთი აღარ დამხვდა, მისი წაღებული ქონდა, ისე რომ არც მელაპარაკა. მეორე, მესამე დღეს ნახულობ რომ არ წავიდა საბერძნეთში უჩემო. ანუ ეს ხო რაღაც კუთხით შენი დასჯა მისი მხრიდან. რივენჟ ხო, ეგ არის. დასჯა და ანუ რაღაცა მისზე გააბრაზა, რომ ეგრე დაგსაჯა რა. ანუ ის რაც შენი ოცნება იყო, მან თავისთვის შეისრულა, შენთვის ყველაზე კრიზისს უატავს. დამსაჯა, რა თქმა უნდა, რომ მე ვარღვევ მის პირობებს. რომ მე მაგალითად შანსი არ არის, რომ წავიდე კლუბში. შანსი არ არის, რომ დავლიო ალკოჰოლი. ახალ წელს C ვიტამინით შევხვდი. C ვიტამინის შუშყუნით შევხვდი ახალ წელს. რომ რაღაცას ეშუშყუნა. ხო არის რაღაცა დღეები, რომ დღესასწაული დაბადების დღე აღნიშნავ. მაგრამ აი წამლებთან რეკომენდებულია. წამლებთან რა თქმა უნდა რეკომენდირებული და მაგიტომაც გითხარი რომ შუშყუნას სვამდი თქო, ანუ მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მოვერგო სიტუაციას, მაგრამ გიორგისთვის რილსის დადებაც პრობლემაა და რანაირად უნდა ვიყო მე ინფლუენსერი მითხარი. სანამ გიორგის თემას გავაგზავნებთ, მანამდე მინდა რომ რეჰაბის თემას დავუბრუნდეთ. მიდიხარ რეჰაბში და უნები რომ მე უნდა დავწვე, ესე იყო შენი მისვლა? არა, მე განზრახვით არ მივსულ ვარ. მე მივედი რომ პრობლემები მქონდა, ძალიან შემომდიოდა უკვე შფოთი. ჩემი პრობლემა მენტალური ჯანმრთელობის მოდის ბავშვობის ტრავმებიდან, რა თქმა უნდა. გიორგი არაჩვეულებრივი ქმარია და 21 წელი მაგიტომაც ვიყავი მაგასთან, რომ ძალიან ზრუნავდა ჩემზე და ეს ბოლო ის რაც მოხდა პერიოდი მე თვითონ ვერ ვცნობ მას და მგონია რომ მასაც რაღაცა ფსიქოლოგიური ანუ როგორ ჯდება ის რომ არაჩვეულებრივი ქმარია ის ბიჭი რომელიც მთელი ცხოვრება გიწუნებდა?
რის ხარჯზე იყო? აი რის ხარჯზე იყო არაჩვეულებრივი? თუ ადამიანი მე მეუნება რომ არასოდეს საკმარისი არ ვარ და მე მამტკიცებინებ საკუთარ თავში ისედრ ბოლოში მამყოფებს რომ უნდა უმტკიცრო მას რომ კარგი ტიპი ვარ. ანუ ეგეთმა ბიჭმა რა უნდა გამიკეთოს საპირწონე რომ ჩავთვალო რომ არაჩვეულებრივი ქმარია. მუდმივი რეჟიმში ზრუნვა. აჰა. მეგობრობა, თანადგომა, საქმიანი პარტნიორობა, ბავშვების გაზრდა, ერთად მუდმივად. კარგი ძალიან ბიზნეს პარტნიორი, კარგი ლექტორი, კარგი მომსმენი. გიორგი იდეალური იყო ყველაფერში. ეს მე ვიყავი არა იდეალური ყოველთვის და მე ვიბრძოდი ყოველთვის რომ ყოფილიყავი ბოლოს და ბოლოს კარგი, აი ფრიადი. მაგის კომპლექსი მქონა, მაგრამ გიორგიში მარტო არ არის პრობლემა. ჩემი პრობლემა კიდე იმაშია, რომ მე ემოციონალი ვარ და მოვეხმარ ჩემივე ემოციებს იმისთვის, რომ მე ვიქცნო ტკივილი და რაღაც პონჩი მატრიცაში ჩვენ თვითონ ვიწევთ ამ ყველაფერს, რომ მე საწუწუნო გაგვიჩნდეს. იმუშავე საკუთარ თავს. აბა რა. ხო, მაგრამ აი შენ ვინც გამუშავე შენ თავზე გითხრა რომ ეს რაღაცნაირად საკუთარი თავის გილთი შეგრძნება კარგია ამ დროს შენთვის? არ არის კარგი, რა თქმა უნდა, მეგონა თავი გმირი გადამჩენელი და სულ მეგონა რომ მამაჩემის პრობლემები ჩემია, როლები, ნიღბები. მამაჩემის პრობლემა მეგონა რომ ჩემი გადასაჭრელია. ჯერ კიდე ძალიან პატარა ვიყავი, რომ უკვე დედაჩემის დედა მე ვიყავი. ვპატრონობდი დედაჩემს, დღემდე ესეა. იქ ქვეყანა, იქ პირველი მეუღლე ნარკოდამოკიდებული. იქ მერე დედის მარტოხელა დედა დავრჩი და მერე მამა გარდაიცვალა და სულ ყოველთვის მეგონა რომ რაღაცას რასაც ვაკეთებ, ვაშავებ და ჩემი ბრალია რაღაცა ვერ გამომდის. აი ყველაფერს უყურებდი როგორც პროექტი. ამ ჩემს ოჯახსაც ახლა უყურებ როგორც პროექტი, რომ უნდა გამოვიდეს სხვანაირად როგორ რა? ხო ხტები? რო შეეშვა. აი მაგროლიდან რო გამოხვიდე და აი ამ მაგროლებიდან რო გამოხვიდე და ერთხელ ურველოდ დარჩე? მე ვერ შევეგუები ჩემ თავს იმაში რომ გაფეილდი. არა, რატო? შეეშვა, აი შენს მისიებს ნუ აკისრებ შენ თავს და ჩაოლებროთ აი ყოველდღიურ ეხლა აქ ამ წუთას იცხოვრე და შეირგე ის რაღაცა ის რაც გააქვს. რომ მომენატრება? დამოკიდებული ხარ. თანადამოკიდებული ურთიერთობა მაქვს. აი ღამე ფეხს რო არ ვადებ მაგალითად. ძალიან სიცარიელეს განვიცდი და მაგისი ის რო არ მჭირდება. ძალიან რთულია ურთიერთობებიდან გასვლა. შენ გქონია ეგეთი ურთიერთობა და აი რან გადაგარჩინა? იცი რა არის? გააზრებამ საკუთარი თავისთვის სხვადასხვა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში მაგ დროს, როდესაც ქალი ამუშავებს კაცთან დაშორებას, თავარი რასთან დისტანცირებაც ჩვენ გვიჭირს, ეს არის ჩვევები მათთან ერთად, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში გვაქვს და კომფორტი ზონები, განსაკუთრებით ახლა წარმოიდგინე, როდესაც ყავს პარტნიორი, რომელთანაც მეჩინგი გაქვს 10-დან 9. ანუ 10-დან 9 საკითხში ზუსტად ერთნაირად ფიქრობ, ზუსტად ერთნაირად მოგწონს, ზუსტად ერთნაირად გადიხართ. ანუ იდეალური ურთიერთობა, 10-ქულიანი ურთიერთობაა რა. და როდესაც ამ ურთიერთობებიდან გასვლა გიწევს, ანუ რამდენი რამე გიწევს წარმოიდგინე, ანუ შენ უნდა იცხოვრო იმ ადამიანის გარეშე, ვისთანაც ამ სამყაროში ყველაფრის კეთება მოგწონს. მე სტანდარტულად არ ვიცი რა ხდება, როდესაც მარჩენალ კაცებს კარგავენ. აი ეგ მეც არის, მე არასდროს არ მქონია. ანუ აი მარჩენალ კაცებს, რომელზედაც ფინანსურადაც დამოკიდებულები არიან ქალები და მე მესმის ეს რამხალა სირთულეა, როდესაც ოჯახი მასზე იყო დამოკიდებული, აი რომ დაკრავენ ფეხს და რომ წავლენ და შვილებს რო გიტოვებენ და თავისი დიპლომი და განათლება და გამოცდილება. და შვილებს გიტოვებენ, ან შეიძლება სულაც აქვს დიპლომი და განათლებაც აქვს და ძალიან მაგარი ქალია, მაგრამ წლების განმავლობაში სხვა დღის წესრიგით ცხოვრა, ბავშვები გაზარდა რაღაცები და გადაწყობა უჭირს, ხო, აი გადაწყობა უჭირს. აი ეს კიდე უფრო მეტი დამატებითი ტვირთია, რომ შენ დგები იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ეს ცხოვრება თავიდან უნდა ისწავლო. და მეორე სირთულეა, როდესაც აი ემოციურ უდიდეს კავშირს კარგავ და ცხოვრება თავიდან უნდა ისწავლო. ჩემი აზრით, 1 წელი არის გლოვის, ანუ ჩვენ ქალებს უნდა გვესმოდეს, რომ გლოვა მოსულა. აი ჩვენ რომ გვასწავლიდნენ რომ ან ჩვენ როგორ არ თაობა ვართ განსხვავებით ჩვენი შვილებისგან, აი ჩვენი შვილებისგან მარიამს ვერ ჩავთვლი, აი უფრო საბას თაობას ჩავთვლი. ჩვენ გვასწავლიდნენ 90-იანი წლების შეყვარებულებს, რომ პირველი შენ არ უნდა მიწერო, თავი დაიფასე და მოვა თუ რაღაც აი სიგიჟეები, აი რაღაცა და ეს თავარია, ეს რჩევა ყველაზე ვრცელდებოდა. ის კი არა რომ ინდივიდუალურად როგორი იყო მაგალითად შენი გიორგი. არა, ის ზუსტად ჩვენი კულტურის ნაწილი იყო, რომ ყველაზე ვრცელდებოდა. დაიგნორე მოვა.
დეფიციტი შეუქმენი ურთიერთობებში და თვითონ გამოჩნდებათ რაღაც აქსიომები. ანუ ხო, სიგიჟე რა, მე ვფიქრობ, რომ არ ტეხავს, როდესაც გოგო პირველად ეუნება ბიჭს მიყვარხარს. არა, მე ხა საჯაროდაც შემიძლია უთხრა მიყვარხარ, მაგრამ გადავფურცლე უკვე რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ არ ტეხავს თუ დაშორებულ წყვილში პირველ ნაბიჯს გადადგამს გოგო, თუ საჭიროა ასე, თუ სწორია ასე, ანუ არაფერი არ ტეხავს ურთიერთობებისთვის და სიყვარულისთვის და არაფერი აქ დოგმა არ არსებობს და ვერანაირ დაწერს რა უნდა გავაკეთოთ. დიახ. მაგრამ მე მაინც მინდა დავუბრუნდე მენტალურ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ამას პირველ პირში ვყვებით და მე ჩვენს მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელსაც პირველ პირში ვისაუბრეთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას თავის დროზე. კი. რამდენი ხანი იწექი კლინიკაში? დღის სტაციონარია, არ წოლილ ვარ ესე. მაგრამ დაახლოებით 2-3 კვირა გადასხმებს მიკეთებდნენ. სხვათა შორის ეგეც უნდა ვთქვა, რომ ერთმა ნევროპათოლოგმა სახელს და გვარს არ ვიტყვი. არასწორი დანიშნულება მომცა. მეც დამღუპერთმა ფსიქიატრმა ამ ქვეყანაში. კიდე კაი რაღაც პონჩი, რომ გიორგიმ ესე მომთხოვა, რომ დაწექი სტაციონარში, იმიტომ რომ წკიბზე გადავრჩი ნანუკა. არც გამტესტა, არც ანალიზები გამიკეთა, არანაირი დამინიშნა. და ამ წამალმა ჩემში აქტივაცია გააკეთა, როგორი სტიმულატორია, იცი? ლაპარაკის, ზედმეტად იმისი რა ქვია, როდესაც ძალიან ბევრს ვფიქრობ, overthinking-ი რო გაქვს. და მიმატა უფრო მეტი შფოთი, ბრაზი, განგაში. ეხლა მე ყველაზე მაგარი კრიტიკოსი ვარ ჩემი თავის. ვინ უნდა დამცინოს, ან ვინ უნდა დამაბულინგოს. ისე ძალიან, როგორც მე თვითონ ვაბულინგებ ჩემი თავს რა და ამას აქტიურებს ეს წამლები. და დამინიშნა. ეხლა როგორ შეიძლება იმ ექიმთან მე სხვა ადამიანი გაუშვა? ამ 2-3 კვირიან პერიოდში, როდესაც იწექი კლინიკაში, ხაზე იყო გიორგი? სუმივლიდა. სუმივლი და ყოველდღე მივლიდა ნანუკა. უბრალოდ აი არ ვიცი, მე მგონია რომ ამ ChatGPT-მ გააგიჟა ჩემი გიორგი. არა, თავისთავად თვითონაც ძალიან დიქტატორი არის. მე თან თავისთავად მგონია რომ ძალიან. თან თავისთავად კიდევ სხვა რაღაცები გონია. მაგრამ ნუ დადებითი თვისებაც, ხო, მედალს ორი მხარე აქვს. დადებითი თვისებებზე ვერ გავჩერდები, იმდეს ვილაპარაკებ გიორგიზე რა. რა მაგარია მადლიერება და სწორი ხედვა. აუ, მაგარი ბიჭია ძალიან. ანუ არ შემიძლია გოგოები წყვილებს ვადაშორდებიან ან ბიჭები და უცებ ყველა რო ისეთი ცუდი ხდება, რომ წარსულში კარგი არ ყოფილა. ალა, ჩემი გიორგი ძალიან მაგარი ბიჭი არის. სულ შენ გვერდით იყო. სულ ჩემ გვერდით იყო. და ერთი rilsi რო დავდე ძველი. შენ ისევ დაიწყე პოპულარიზაცია შენი სხეულის და შენ არ იყავი რომ მეუნებოდი რომ ივარჯიშე, შენ არ იყავი რომ მეუნებოდი რომ ის ქალი მადრიდი და სხვათა შორის შედარებაში ფასებაში ვყავდი, კაი პერიოდი რომ იმას ნახე რამ ხელა მკერდი აქვს და ის როგორ გამოიყურება და ვაიმე ის რა გოგოა და ვაიმე ეს რა გოგოა და რამდენი უნდა გითხრას და თითქოს გიორგის გემოვნებას მოვერგე და იმიტომაც გავიკეთე ეს მკერდის ოპერაცია. თითქოს გიორგის გემოვნება, იმიტომ რომ იმას მოწონდა ნავარჯიშები ქალები და გიждდებოდა აფანატებდა და მე საბა მიდი ტერმინატორის კუნთებს ვიკაჩავებდი და საბოლოო ჯამში ისევ მაინც დასაწუნი გავხდი და რაღაცნაირად როგორ აგიხსნა რა, აი სტაციონარმა მიშველა, ფსიქიკა დამილაგდა, შფოთი აღარა მაქვს, აღარც ტირი სხვათა შორის. ქალებს გლოვის უფლება გვაქვს. ტირილის უფლებაც გვაქვს და ამის გამოხატვის უფლებაც და სხვათა შორის ლუსიც. იმიტომ რომ როგორც კი შენ ტირი ხარ, მექანიკურად უკვე ისე გადადის მე რა ეს ყველაფერი, რომ გამოგა გარეთ გამცრემლით გარეთ გამოდის ტრავმები და ტკივილები და ტირილი აუცილებელი, იმიტომ ვტიროდი მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი აუდიტორია მაწყნარებდა, ვაიმე რა აუდიტორია მიიღე მხარდაჭერა. აუ რა წერილები იცი და როგორი კომაკი იცი და ვიღაცები წარმოიდგინე მიმღეროდნენ და ნუკა მიმღეროდნენ მემიგრანტები და საჩუქრები და ყვავილები და ეს ქართული აუდიტორია მაინც საერთოდ სხვა აუდიტორია რა. ანუ მე მინდოდა რომ დამესვა შეკითხვა, მაგრამ უკვე ალბათ პასუხი ამაზე მივიღე, რომ რამდენად არ დაგაზარალა თქო მინდოდა მეკითხა საჯარო ტირაჟირება შენი წუხილების და ცდების. პირიქით, როგორ მერცხლები, აი რაღაცნაირად, რო არ იციან, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ, რომ როგორ ჩვენი მარი როგორ ტირის სხვის ომში ხარ ხოლმე ბრძენი თორე საკუთარ თავთან არის რთული და ფოტოთერაპიები მაქვს მე ვისაც ვიღებ ხოლმე მე უეჭველი თავდაჯერება უმაღლდებ. საიდან ხო ყველაფერი რომ ვიცი მე როგორ მიუდგებ ფსიქოლოგიურად ფოტოსესიის დროს და ფოტოთერაპიებს ვატარებ და ეხა დამიბრუნდა ეს მადლი. აი ცუდად რომ ვიყავი, ყველა მე მომხნევებდა აქეთ და როგორც შეეძლოთ ის ფაზლი, რომელიც დაშლილი მქონდა რაღაცნაირად
რასაც ჩუქრები მომდიოდა, აი, რა საყვარლები შეიტირო და საბოლოო გადარჩენილი მაინც ეგ არის რა. ჩვენი ხალხი რა, მარტო ჩვენ თუ გავიტანთ ერთმანეთს სოლიდარობა არის გადამრჩენელი. და თანქალური სოლიდარობა, როგორი სხვა მუღამი აქვს. მე ვარ ჯერ ეს ერთი ქართველი. მეორეს ერთი მე რომ მყავს ორი ქართველი გოგო გაზრდილი. ულამაზესებდა ისე გავხარ ლიტუკას. მართლა? ძალიან გეხარ. სანკაშილები მყავს, იცი, ერთი სადილს მიკეთები და მეორე საუზმეს და ორივე ძალიან ეხარხება კერძები და ძიღბლიანი გოგო ვარ ინფლუენსერი, ფოტოგრაფი, რომელიც არის წარმატებული, რომელიც ხალხს უყვარს. აი, მეტი რა მინდა. ამ გიორგისაც როგორღაც დავემშვიდობები, დავუქნევ ხელს, მე მგონი. ახალ ცხოვრებას დაიწყე. დროა რომ ახალი ცხოვრება დავიწყე. აი, დამშვიდობებასთან დაკავშირებით მინდა რომ კითხო, პირველი მეკითხა რომ დღეს თუ სვამ წამლებს. სვამ. და რას ფიქრობ, რამდენი ხანი უნდა გააგრძელო? შენი პროგრამა რა არის? იცი რა არის, მე ისეთი დაავადება მაქვს, ციკლოთიმია. ხوار ფიქრობ რომ ეგ შენ კომფორტის ზონაში ხარ და ხმა ქედა უნდა გამოხვიდე. იცი რა არის? მეც ესე მეგონა წამლებს. მე შინია თამაში წამალ თან რა. აი შენ ფსიქიატრთან რომ მიხვიდე და უთხრა რომ გამიყვანი ამ წამლებიდან და მე ჩემ თავს მივხედა. ეხლა რეჰაბში უწვევი. მაინც? სხვაში. ოკეი, ძალიან მაგარია. და რო უთხრა რომ აი მაგ რეჰაბში რომ მაგ მიზნით მიხვიდე რომ წამლებიდან გამოხვიდე? მინდა, იცი როგორ აღარ მინდა წამლების დალევა, ის მარინაკანი მინდა ისე ვიყო რა, გამხთარი და ამას მე გეუბნები ადამიანი, რომელიც 2019 წლამდე, 2017 წლიდან 2019 წლამდე სვამდი 3 წამალს ერთად, 3 ურთულეს წამალს სვამდი ერთად. რა გითხო, მწვანე ვალერიანკა თუ რაც ქვია, რაგას რა ქვია, ვიცი ქართულად, იმასაც კი ავშო. როგორ ქენი ეს? ფსიქიატრი შევცვალე, იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩემი ფსიქიატრი იყო ადამიანი, რომლისთვის თავარი იყო რომ რაღაც ცეხი ქონდა გახსნილი და ისე დოზირებებს აკეთებდა რომ მისთვის თავარი იყო რომ მე იქედა როგორც პაციენტი არ გავსულიყავი. პირველი რაც გავაკეთე, შევცვალე ფსიქიატრი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ წავედი გიორგი ჭეიშვილთან და ჯერ ფანტასტიკა. ძალიან, გიორგი ძალიან მაგარია. ოღონდ ჯერ სხვა ქვეყნის ექიმები, უკრაინელი დამხმარე მყავდა ერთი ფრანგი, რომლებმაც ისეთ შეკითხვები დამისვეს რომ ყველაზე კუჭნაწლავის გამოკვლევა დამავალა პირველად ფრანგულად და ვიფიქრე რომ მე აქ მოვედი მენტალური პრობლემები ჩემ კუჭნაწლავს და რა გესაქმება. დღეს უკვე ხელა მე რასაც ყვები ყველა მიცის და მაშინ ახლა 2017 წელს ამ თემებზე საჯარო საუბრები არის. აბა წავედი კუჭნაწლავი გამოვიკლიე, კუჭნაწლავში პრობლემები მომიგო, კუჭნაწლავის პრობლემები მომიგوارეს, შემდეგ ძილის პრობლემები მომიგوارეს, ცხოვრების წესი შევცვალე. და 2019 წელს აღარ ვსვამდი აღარც ერთ წამალს. თუ შენ ამ ამოცანით, ამ დავალებით, ამ პროგრამით მიხვალ შენ ფსიქიატრთან, რეჰაბში ეტყვი, რომ გამიყვანე აქედან. ხო რა. წამლიდან გამიყვანე. და მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში დადგეს დილა, როდესაც მე წამალს აღარ დავლებ. ძალიან მინდა. ხო და ეხლა რა პროგრამით მიდიხარ რეჰაბში? რა პროგრამაც მითხრა ჩემმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, მაგითი მივალ, რომ გამიყვანონ წამლიდან. მე ზოგადად მივიდიოდი, რომ თანადამოკიდებულებიდან გავიდე და ჩავხსნა გიორგისთან დამოკიდებულება აეგეთი, რომ მაგის გარეშე სუნთქვა არ შემიძლია და მე მინდა რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ვისწავლო ისე რომ აღარ ვიყო კომფორტის ზონაში. ჩემი აზრით, შენ თუ წამლებს შახსნი, ძველ მარის დაიბრუნებ და ძველი მარი თავის ცხოვრებას თვითონ მიხედავს, აღარ ჭირდებით. შენ ახლა სუსტი ხარ და სუსტი ჩემი აზრით ხარ მოდუნების და აი მის ხარჯზე. ხო, ესე ვარ. სუსტა. ხო, და შენ ძველი ენერგია დაიბრუნე რა. ანუ შენი თავი დაიბრუნე და მე შენ თვითონ მიხედე. მე შენ რა შფოთი ისე შემოვა. მე მგონია, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა 6 თვე ოკეი, გააჩნია ახლა. ზოგს მთელი ცხოვრება სჭირდება კაცო, მე ვსაუბრობ აი ამ ტიპის მენტალურ პრობლემებზე ახლა. მე ძალიან მინდა რომ ქალებს დავეხმარო რა და ჩემი გზით და ჩემი მე როგორ ნაბიჯებსაც ვდგამ. ეხლა ხო ძალიან ბევრი მიყურებს მე აუდიტორია Instagram-ზე რა და მე მინდა რომ გავიდე წამლებიდან, კი, იმიტომ რომ მე თვითონაც ნახავენ, აი რა მარიმაც რა გზა გაიარა, ვინც ჩემი გამომწერია და მომყვება და შეერავს ჩემი და ძალიან ლოიალური აუდიტორია მყავს. მე მინდა რომ ეს გზა გავიარო და მე გავიჭრა გზა, რომ ნახონ რომ არც დაშორება არის კატასტროფა და ტრაგედია. არც დამოუკიდებლად ფულის შოვნა არის პრობლემა და არც საბოლოო ჯამში მე თუ გამომივა ხო ეგ არის. მე როცა მწერენ მაგას მწერენ, რომ შენ ხო ცუდად იყავი, ხო ეს ქონდა, ხო ეს და მეუბნებიან, რომ აი როდის გახვედი. როგორც ჩვენ გავიზარდეთ, პუბლიკაცია გაიზარდა. ხალხი ძალიან. და ჩვენ შეგვიყვარეს. ერთად გავიზარდეთ. ეხლა თავიდან, როდესაც ვიყავით ახლები, ხო, ბევრი იყო სიძულვილი, ბულინგი, დაცინვა, ცინიზმი. მაშინ ეგ ტრენდი იყო. მე ნელა რო ძულხარ, მე სოლიდარი, მე მისი ხდები, მისი ნაწილი ხდები და რაღაცნაირად ცოტანი ვართ, ხო, ეს რაღაც ტიპები, რომლებიც პირველი მერცხლები ვიყავით სოციალურ ქსელებში და
ეხა შევუყვარდით, იმიტომ რომ მაგათები ვართ უკვე რა, ვეკუთვნით საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ეხა ძალიან მოსავალს ვიღებ აი ამ ემოციებს, შენ არა? კი. ყველას უყვარ ხარ და ყველამ რომ დაგაფასე. არა, ყველას არ უყვარ ვარ, მაგრამ ვისაც უყვარს ძალიან საკმარისი რაოდენობა. საკმარისია იმისთვის, რომ ვინც გქონდაობს. ჩემი ბუსტისთვის არის საკმარისზე მეტი ეყოფა კიდე ბევრს. მადლობა მინდა უთხრა ძალიან დიდი ჩემს აუდიტორიას. მე რო ეს აუდიტორია, მე რო ეს ხალხი, მე რო ეს მაყურებელი არ მყავდეს, ამდენი ხანი ამდენჯერ დავეცემოდი. წაღარ მინდოდა მეკითხა ძალიან ისე არ ვიცი, მაინტერესებს შენი მოსაზრება. როდესაც საჯაროდ შენს პარტნიორს, შენს მამაკაცს აჩვენებ, რომ მის გამო ტირი, რომ ეხვეწები, რომ დაბრუნდი, ეუნები, რომ სათხარ მიყვარხარ, მოდი, როგორ გონია? ეს კაც აბრუნებს თუ პირიქით? ეგოებუსტება თავისთავად, ეგოებუსტებათ მერე და ძალიან არ შეიძლება ზედმეტად რა. აი შენ შემთხვევაში რა, როდესაც გიორგის ამდენი სითბო, ამდენი სიყვარული, ამდენი მუდარა გაუგზავნე საჯაროდ ამდენი ხალხის თვალწინ. აბა, რო არ შემირიგდა მაინც, დარწმუნებული ხარ შენ იმაში, რომ ის ახლა ნორმალურია? ძალიან საყვარელი ხარ. არა, მე მგონია რომ გაგიშით. რომ ამდენი შენი ხვეწლა მუდარა არ მიიღო. არა, უბრალოდ მართლა ხა შენ როგორ მოიქცეოდი, ის შენ რო ყოფილიყარ. გაჩნია ცხოვრების რა ეტაპი. რა იმას მე უყვარ ვარ, მე იცი როგორი დარწმუნებული ვარ, მაგაში რომ იმას მე უყვარ ვარ. ძალიან მაგარი დაჯერებაა. აუ, რას ლაპარაკობ, გიორგი ჩემზე აფანატებს, უბრალოდ პრინციპული ტიპია, ქართლი. ესე იქნება როგორც მე თქვი და ChatGPT მას უთხრა იგივენაირი ხო იცი როგორი ChatGPT-ც ყავს ისეთი ხარ შენ. ზუსტად როგორი შენ ხარ ესეთი. როგორი ხარ ისეთი გასმენია. ChatGPT უთხრა ეგო მე ხა კიდე ერთ წრეზე წავაო. ამ წამლების მოხმარება შეეშვასო და საბერძნეთში მარტო წადიო. იმან უთხრა საბერძნეთში მარტო. ხო, ნანუკა. ChatGPT მუთხრა საბერძნეთში. ანუ ცოლება ხრებს დაუშვა. დაუშვა ChatGPT. აი ვიცი ძალიან საჟი. ქალზეშია. ვაიმე, რას ლაპარაკობ, სიგიჟეში ვარ. ზოგადად ეს საუკუნე ხო ჩვენ სიგიჟე. საერთოდ ჩვენმა თაობამ ხობტელი სიგიჟეები გამოიარა. მე და შენ არა ვართ ის ადამიანები, ჩვენ დროს პეიჯერი რო არ იყო ჯერ და მობილური რო არ იყო და სად მივედით ChatGPT-მდე მივედით, რობოტები კარნახობენ ჩვენ ქმნებს საწაგვიყვანო და სად არა. თუ არ უნდა ჩემნაირი ბრილიანტი კოკო იყოს იპოვეს უკეთესი და ჩემნაირი რა. არა, ეხა უკვე მივედი მაგ იმამდე, მე პროსტა მე ოღონდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ არაფერი არ ტეხავს ურთიერთობებს. არაფერი არ ტეხავს კი არა, როგორ აუხსენი მე იცი სიყვარული, მაგას მე ზოგადად ძალიან ისავა რა, ეს მაქსიმალიზმი მაქვს. ტელევიზიაში მუშაობდა მზეში გიორგი, როცა უდიდეს ესეთ ქუჩაზე, მთელ ტრასაზე პოლივიზატორით დაუწერე მამასახლისი მიყვარხარ. მე თუ ვინმე მიყვარს galaktionivit უნდა ლურჯაცხენები გავაჭერო. სხვანაირად მე უბრალოდ არ შემილია სიყვარული. მე არა ვარ უბრალოდ ეგეთი მოზომილი ტიპი. თორე არ არის სწორი, იმიტომ რომ მამაკაც აი ამდენს რო უკეთებ და ლანგარზე და ხელის გულზე და ამაზე რო უფოფინებ და ნებისმიერს. მე ადამიანს ხო რაღა მამაკაც ვერჩი ხო, ნებისმიერ ბალანსი არის. რაღაცით შენ თავს უნდა სეპატივი და მე რა ყოველთვის როგორ ვიყავი, ფული მქონდა, აბა საჩუქრები ყველას. წარმატება მქონდა, არა კაცო, მე რა შუაში ვარ, გიორგია ყველაფერი. დედობაზე და მშობლობაზე და მამობაზე რო ლაპარაკობდნენ, გიორგი რა, მამა, გიორგი, ჩემ თავს არაზოს არ ვაქებდი, მე ვიყავი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ჩემი თავის და შემეშალა. ჩემ თავთან. დეპრესია მაინც სიცარიელია, ხო იცი? სიცარიელი, ის სიცარიელია, რომ სიყვარულს არ აძლევს შენ თავს, უპირობო სიყვარულს არ აძლევს შენ თავს. მარი, ესე რატო არ ქენი თავ, ვიქრები თავში, გაიღვიძებ თუ არა, ის მაინც არ გამოგივიდა, ეს მაინც რატო უკეთესად შეგეძლო, და ფეილდი, აქ მარი დაგშორდა, ხო, ხედავ ვერ გამოდექი, როგორც მე ოჯახი, ხო, ხედავ, ცუდი ცოლი ხარ. ის რაღაცა ის არა გაქვს, ესე კი ვერ შემო. დაგებუტა. გამებუტა, რომ რას მოკრიტიკებ ამდენს, ანუ რა დაგიშავეო, ბოლოს და ბოლოს 24 საათი 7-ზე შენთვის ცემს ეს გული. ჩვენი საზღაური არის ის, რომ შენ უნდა დაეცე, რომ გაიზარდო, შენ უნდა დაეცემებს თუ არა ვერ იყო. არა ხო, და მე ვიცი, რომ ეს საჩუქრებია ეს ტრამები ჩემთვის ყველაფერი. გიორგისთან დაშორებაც ზუსტად ვიცი, რომ საბოლოო ჯამში იმით დამთავრდება, რომ ავდგები და
მეგაპოლისი გავხდები და გავალ სხვა საზღვრებს გარეთაც. აი, როდის ძალიან მალე მე ისეთი ფენიქსი ვარ, თან მორიელი ვარ. მე რო ვიღაცა რაღაცას იმას მიზავს, შვები მე იმას, რომ კი არ ვბრაზდები იმაზე, ამ ბრას ვიყენებ როგორც საწვავი და ენერგია, რომ ეხა ნახე შენ ვინ დაკარგე ვარ მე. ესე იგი, ჩუნდებ საჯარო პირობას, რომ შენ მიდიხარ ეჰაბში და აძლევ დავალებას, რომ მე ფსიქოტროპული წამლებით. და გამაკეთებინეთ გამოფენა. აი ეს მინდა რომ გამაკეთო გამოფენა. პირობას ვდებ ნანუკა. პირობა დადებულია. იგი რეკა ორთვეში, ძალიან მაგარ ადგილას მიდიხარ. წარმატებები ყველა რეჰაბს, ყველა არ ვიცი, ჩემი ოცნება ხო იცით რა არის წყალტუბოში 50 წლის შემდეგ გავაკეთებ კლინიკა, სადაც რომელიც იქნება მენტალური ჯანმრთელობის. ეს არის ჩემი ოცნება, ეს არის ჩემი მომავალი. კი, აუცილებლად. და მათ ფოტოთერაპიებზე ჩემიყანი მე როგორც ლექტორი. აუცილებლად. ეს იქნება, ეს არის ჩემი ოცნება და ამას შევასრულე მანამდე წარმატებები ყველას ვინც ხართ. გოგოებო, ვინც აი ყველას წარმატებები. ბიჭებო, თქვენს გამხნევებთ. და პირობა არის თავზე დადებული. წინ არავინ არ დააყენოთ. აუცილებლად ჯერ აირჩიეთ საკუთარი თავი და მე ყველა სხვა დანარჩენი, თუნდაც ისინი იყვნენ შვილები. წავედით ჩვენ ემბაუდში, ახლა სამოგზაუროთ და თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ ნახოთ ემბაუდის კოლექცია, სიახლეები და ასევე ახალი კოლექციები, შემოთავაზებები, განვადებები, ყველაფერი ერთად. და დავიწყოთ. კანონი გვიგზავნოს ფასის გამოჩენას, ამიტომ მხოლოდ ეს შემიძლია რომ გაჩვენოთ. დანარჩენი შეგიძლია გვერდზე ნახოთ. ამალი ახალი კოლექცია. აი რა ლამაზი. ლამაზი, თეთრიდან ვისაც უყვარს. ბილია, რაც თავარია. ანუ ფასდაკლებები არის თითქმის ყველაფერზე. ნახე როგორ ხდება ამ ფერის კომბინაცია. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ ემბაუდის შესახებ, რომელიც 2007 წლიდან არის ბაზარზე, რაც დასტურია მისი მაღალი ხარისხის. სხვა შემთხვევაში გამორიცხული ამდენი წელი ბაზარზე გაძლო. 22 ფილიალი აქვს ქვეყნის მასშტაბით და კიდევ ამატებენ და ხსნიან, რაც ნიშნავს მოთხოვნას მათ პროდუქტზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ შიდა განვადება მაღაზიაშივე, როდესაც მოხვალ და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ ავეჯს. შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ იყიდოთ და ჩამოგიტანონ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წერტილში, თუნდაც ეს იყოს მაღალმთიანი აჭარა ან სვანეთი. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, იცოდეთ რომ ემბაუდი ყველგან ჩამოიტანს იმავეს, რომელსაც აქ შეარჩევთ. ეხლა ჩვენ წავიდეთ, გარდა იმისა, რომ ნახოთ ეს თეთრები დავეჯი, წავიდეთ მეორე სართულზე. ეს არის სხვა შერს ყველაზე დიდი ემბაუდი, სადაც თითქმის ყველაფერია. ოპა, დავიწყოთ ახლა აქ დათვალიერება. ეს საძინებლები და სამეულები. ემბაუდმა გადაწყვიტა, რომ ახალი კოლექცია იყოს თეთრი. ზიჩი უნდა გაატანო გოგოს. ისეთი დასაჭდა მე რომ გონია რომ კაბინეტსა. ეს შეიძლება დიდ ოთახში, იმიტომ რომ რბილია. აქეთ სამზარეულო. მაგიდები, სკამები, სამზარეულოები და ასე შემდეგ. ეს ახალი მოდელი და ფასდაკლება მაინც აქვს. თეთრის და ხის კომბინაცია ძალიან ეფექტურია. ეს მოყვება ამ ახალს, ხო? შიდა განათებები, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი გამარჯვებული არის აი ეს. სამსით.